ლობიანი მჭადი თუ მოგიმზადებიათ, მე არასოდეს და უნდა ვაღიარო, რომ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ეს რეცეპტი დედას ძველი რეცეპტების წიგნში აღმოვაჩინე და თქვენც გიზიარებთ. მოხარშული ლობიო გავატარე ხორცსაკებ მანქანაში, შევაზავე პილპილით, წითელი დაღერხილი წიწაკით, კარაქით, მარილით და მისივე ნახარში წვენით. შემდეგ კი მოვამზადე ცომი 500 გრამი სიმინდისა და 250 გრამი ხორბლის ფქვილისაგან, მოვზილე საფუართან, მარილთან და თბილ წყალთან ერთად. დავამატე ცოტაოდენი ზეთი და დავასვენე. ამოსული ცომი გადავზილე, ნაწილი გავაბრტყელე საცხობ ფორმაზე, მოვათავსე გულსართი და ზემოდან დარჩენილი ცომი. სიმინდის ფქვილისგან მომზადებული ცომი გამოდის ძალიან რბილი და ფაფუკი, ამიტომ მისი გაბრტყელებისას დაიხმარეთ ფქვილი. გამოვაცხვე წინასწარ გახურებულ ხუმელში და გადავუსვი კარაქი. გავამზადე წნილი სასორტი, რომელიც განსაკუთრებით უხდება ჩვენს ლობიან ჭადას. თუ გიყვარს მჭადი და მასზე არანაკლებად ლობიანიც, მაშინ ეს რეცეპტი შენთვისაა.